რა თქმა უნდა, დღეს ხუთშაბათია და ბატონი მიხეილ ცაგარელი არის ჩვენთან ერთად და მარტო თავის რუბრიკაში არას. აი ესე დღეს არის ჩემს გვერდით და მინდა მადლობა მოგიხადოთ ამის. თანაწამყვანის როლში ვარ მაკოსთან ერთად. და რაღაცა ისეთი თემა გვაქვს თქვენთან ერთად. არსებობს ნამდვილად. ალართული თემა. პლანეტელების თემა ძალიან გააქტიურდა ბოლო დროს და ნიუ-ჯერსიში-დაც ცაზე ამოუცნობი ობიექტები დაინახეს და რომელთა წარმომავლობა დაუდგენელია და რომის პაპმაც თქვა, რომ ალბათ ჩვენ მარტონი არ ვართ ამ სამყაროში. საინტერესოა ადასტურებთ ამას. რასაკვირველია. როგორ ფიქრობთ? მე კი არა ბუმბერაზებმა დაადასტურეს დიდი ხანი, უბრალოდ. მაგრამ ამაზე რაღაცა ძალიან მთელი ცხოვრება, ესე ვთქვათ, რაც სამყარო არის, ყოველთვის არის რაღაცა ესეთი კამათი ბოლომდე ვერ დაადგინეს, ბოლომდე ხო აი ეს არ არის გაცნობიერება ბოლომდე ამ სამყაროში ამბავი. ჩვენ ხალხს განსაკუთრებით უჭირს. ხა მე გულისხმობ იმათ, ვინც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ევროპა, ამერიკა ამ ხრივ ცოტა წინ არის წაწეული, მაგრამ ცოტათი. რატო? იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც იყო ტაბუდადებული საუკუნეების განმავლობაში, არამედ წლების. თუმცა ბევრი ესეთი ინფორმაცია არის, თუნდაც აიღეთ მაგალითად სვეტიცხოვლის კედელი. რას დაინახავთ იქ არის თუ არა იქ უცხო პლანეტელთა გამოსახულების ასე ვთქვათ ფორმის ფრინავი ობიექტი არის და ვიცით ხო ხო ეხლა მოდი ეს ვთქვათ ძალიან ბევრი მითითება ამის შესახებ აღარ ვამბობ დოგონების ტომზე რომელიც აფრიკაში ცხოვრობდა იმად გამოქვაბულები აქვს სადაც უამრავი ესეთი სხვადასხვა პლანეტარული და უფრო მეტიც გავუშვათ სირიუსის წყობა მთელი მოცემული რა იცოდნენ აფრიკელმა ტომებმა მრავალი საუკუნის წინ სირიუსი სად იყო რა წყობა ჰქონდა და შემდგომ ამ თანავარსკვლავედს ხო ამიტომ უამრავი ეგვიპტეზე აღარ ვლაპარაკობ და შემდგომ ხო მოდი ასე ვთქვათ ჩვენ თვითონ როგორ ფიქრობთ ჩვენც უცხო პლანეტელები ვართ თავის დროზე უკაცრიელი იყო მზის სისტემა სადაც შემოვიდა გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა რასებისა ზოგი სირიუსის თანავარსკვლავედიდან ზოგი დიდი ლირის და ირმის ნახტომის თანავარსკვლავედიდან და ასე შემდგომ და ერთ სიტყვით დასახლდნენ აქ ნელ-ნელა და წავიდა ცივილიზაციული ზრდა მე ხა რა მოხდა ისტორია ნელ-ნელა ამაში კიდე გაგვარკვევს იმიტომ რომ ჩვენთან იყო ყოველთვის ტაბუდადებული რომ ჩვენს გარდა ჩვენ მზის სისტემის იქით სიცოცხლე არ არის მარტო ჩვენ ვართ ხო ეს არის სრული აბსურდი და ხშირად მეკითხებიან ესეთ რამეს მაგალითად რატო ვერ ხედავ რატო არა გვაქვს ჩვენ მათთან კონტაქტი რატო ვერ ხედავ თუ კი არსებობენ და ასე შემდგომ და იშვიათად რაღაცა გამოჩნდება ხო ხალხო შემოკარგებო იმიტომ რომ არსებობს განზომილებების სისტემა ჯერაც ჩვენ ვიცით არის 12 განზომილება რომელსაც თავისი ვიბრაციული მუხტი აქვს ჩვენი მზის სისტემა ანუ ჩვენ ცხოვრობთ მესამე განზომილებაში იმისთვის რომ თქვენ დაინახოთ რა ხდება მეოთხე განზომილებაში უნდა იყოთ არნახულად მოსიყვარულე და კეთილი რო აწიოთ თქვენი ვიბრაციული მუხტი ჩვენ ახლა გვაქვს დაახლოებით 100-დან 200 ჰერცამდე შუმანის შკალით იზომება ვიბრაციული მუხტი ჩვენი სიცოცხლის უნარიანობისა თქვენ თუ ეს არ აწიოთ 400-500-მდე თქვენ ვერ დაინახავთ ამ კედლის უკან რა ხდება რომ შეიძლება სხვა სამყარო იყოს ეგვიპტის პირამიდის ქვეშ იყოს ქალაქი თქვენ ხედავთ ქვებს რატომ მესამე განზომილება ამის საშუალებას გვაძლევს მაგრამ მეოთხეში რო გადახვიდეთ იქ უკვე სხვა სისტემაა მეხუთეზე აღარ ვამბობ ხო და აქედან გამომდინარე შესაბამისად ჩვენ მათ ვერ ხედავთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ამაღლება სულიერი უპირველესყოვლისა რომელიც ხელშეუწყობს ვიბრაციული მუხტის ზრდას მაგრამ მე მჯერა რომ ეს მოვა ეს დრო და კაცობრიობა იქამდე მქონიათ როდესმე კონტაქტი კი იყო ეს ამბავი ამაზე არაერთხელ მოვყევი მინდა გითხრათ რომ საზოგადოება ჯერაც მე ვთვლი რომ მზად არ არის ამ ინფორმაციისთვის, თუმცა მაშინ როცა პირველად მოვყევი, მაშინ იყო ამაზე ძალიან დიდი გამოხმაურება, მათ შორის ჩემს კოლეგებს შორისაც, რომლებიც არ იწუნდნენ და არ ელოდნენ ამას და ვერ მიიღეს. თუმცა რის ასტროლოგები არიან თუ ამდაგვარ ინფორმაციას ვერ ფლობენ, ძალიან მიკვირს მინდა გითხრა. იმიტომ რომ ჩვენს გარდა არის უამრავი სისტემები, უამრავი სამყაროები, თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი მზის სისტემა ეს არის დიდ რუქაზე, რომელიც ისიც ჩვენ ვიცით და რაც არ ვიცით იმას ლაპარაკი არ არის, მარჯვენა პატარა კუთხეში პატარა წერტილი.
ასეთი არის მილიარდობით მზის სისტემა. კი ბატონო. ხო, შესაბამისად, რასაკურლია დრო და დრო ჩვენ გვეწევიან სხვა განზომილების მქონე, ასე ვთქვათ, სისტემები და რომელსაც შეუძლია დადაბლება თავისი ვიბრაციული მუხტისა. ყველა ვერ მოდის. მეხუთე განზომილება, მეექვსე განზომილების სულებს უკვე უჭერთ აქ შემოსვლები, თუ დაბალი ვიბრაცია. მეოთხე განზომილების სულები კიდე შემოდიან როგორც უცხო პლანეტები. რომ მოგვიყვეთ ძალიან რა გითხრა, მაშინ იყო ცოცხალი თალეშონია, ეს უდიდესი პიროვნება, რომელიც ყველაზე დიდი მკვლევარი იყო საქართველოში ამ მოვლენებისა და მაშინ მას ჰქონდა ეს კონტაქტები, ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც ყველაზე დიდი შემოსვლები იყო და ინტენსიური. კი, ყველაზე მეტად მაშინ 90-იან წლებში თალეს ჰქონდა რამდენიმე პუბლიკაცია, მაშინ იყო ესეთი გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი იქ. მერე აუგზავნეს ეს პუბლიკაცია, იმიტომ რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო რეალურად ეს ინფორმაცია, თუმცა გარკვეული ინტერესი იყო და მე იყო ერთი სერიოზული შემთხვევა, ალბათ გახსოვთ, მაია ჯაბუა მღეროდა საესტრადო პანორამის გადაღება იყო რუსთაველზე და უცებ შუაში როცა უკვე ფორტეპიანოს ის იყო, ასე ვთქვათ, პარტია შუაში, აწია ესე იგი კამერა ოპერატორმა იმისკენ ჩვენი ხო, თისკენ უფრო ზევით და ხო უცებ დაინახა ყველამ აბსოლუტურად ვინც უყურებდა საკმაოდ დიდი გამოსახულების ფრენავი ობიექტი. ეს იმდენად დიდი ეფექტი იყო, რომ მე მახსოვს, აი ვრემია იყო მაშინ პროგრამა საკავშირო, იმანაც კი აჩვენა. მსოფლიოში ყველამ ნახა ეს მოვლენა, იმიტომ რომ ეს აშკარად ყველამ დაინახა, ხო? ეხლა, რაც შეეხება შეხვედრას, მინდა გითხრათ, რომ პრინციპში სახიფათო სფეროა შეხვედრა უცხო პლანეტელებთან. იმიტომ რომ ამ დროს აქვთ მათ სხვა განზომილება აქვს, სხვა ვიბრაციული მუხტი აქვს. მართალია ჩამოდიან მესამემდე რომ როგორმე აქ შეძლონ კონტაქტში შემოსვლა, მაგრამ მაინც იგრძნობა. საათი ჩერდება, თავის ტკივილი იწყება ამ დროს. თუ მანქანით ხართ, ძრავა ითიშება თავისთავად, ხო? არნახული ენერგია აქვთ და არნახული ტექნოლოგიები. ის რაც ჩვენ ახლა რაც გვიკვირს ლაზერული ტექნოლოგია, ეს ყველაფერი მათ გავლილი აქვს მრავალი საუკუნის წინ. ამიტომ მათი გემები ეს არის ჩვენი ფიზიკით ვერ ახსნის მომენტი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ვერანაირი ლითონი ვერ გაუძლებს იმ მოძრაობას, ტრაექტორიას და იმ სიჩქარეს, რომელთაც ისინი მოძრაობენ, ხო? ამიტომ ტექნოლოგიურად არიან წინ. მათ შეუძლიათ, მინდა გითხრა, რომ სერიოზული ცვლილება განახორციელონ საკუთარ სხეულში. იმის დამიხარით, რომელ განზომილებაში ხვდებიან. მათ განზომილებაში სულაც არ არის საჭირო ისეთ სისტემები, როგორც არის ჩვენთვის მაგათ კუჭი, ნაცნობი, ხო? და ახლა როცა იყო საუბარი, მაინტერესებდა, რომ აი ხო, აი რაღაცა იკვებებიან, მომნელები სისტემა არა. არავით არის, ჰაერში არის, აი ხა ახსნა განმარტება ეს ახლა მეკითხები არ შეად როგორი საუბრეთ. საუბარი გზად ხმა საერთოდ არ არის. იქ მიდის ტელეპათიური ინფორმაცია, რუსთავში იყო ეს შეხვედრა, მაშინ თალესმა არა საღამო იყო უკვე, თალესმა წამიყვანა, მაშინ იმიტომ ძალიან მაინტერესებდა ეს ამბავი და ნუ დღეს მისი ბიჭი ერეკლე აგრძელებს ამ საქმეს, მაგრამ თალესი იყო უნიკალური, იმიტომ რომ კონტაქტები ჰქონდა საოცარი. და მინდა გითხრათ, რომ გამოფრთხილა წინდაც რა ის თავის ტკივილი ეს რაღაც მომენტები და სხვა შორის ანუ მან იცოდა რა დროს შესაძლოა შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და მეც ესე შეუთანხმდა და მეც წამიყვანა და სხვა შორის საინტერესო ინფორმაცია იყო, იმიტომ რომ საოცარი რამ იყო ხა დღეს, რასაც ჩვენ ხედავთ ფანტასტიკურ ფილმებში. აი მე მეგონა რომ ფანტასტიკურ ფილმში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეეძლო უცებ ფერის შეცვლა, კამელეონის ვარიანტი ჰქონდა. შეეძლო შეეცვალა მაგალითად თავისი გამოსახულება, მაგალითად შეიძლება ეს თვალები უფრო დაწვრილებული იყო, ან მერე უფრო გადიდებული იყო, ხო? ანუ რაღაც აშკარად გზნობ რო სხვა დონე. ჩაგეძიებით ცოტა. ანუ შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და წაყევით და ისიც გამოჩნდა. ისიც გამოჩნდა თავისთავად. საკმაოდ მაღალი, ალბათ 1-3 მეტრი იყო სიმაღლეში. არავით არის საუბარი, აი როგორც მე და შენ საუბრობთ, ოღონდ მე შენ ხა ხმარო არ ამოვიღოთ. და იგივე ვილაპარაკოთ, ოღონდ ეს ხდება წმინდა მენტალურ დონეზე, მიხვდით? ანუ მე ვსვავ კითხვას და მოდის პასუხი, უკვე ეს პასუხი მოდის ქართულ ენაზე. ესმის? აი, მაგრამ ლაპარაკი როგორც ესეთი არ არის. ანუ ტელეპათიური ინფორმაციული ვარ. ნუ მაგალითად მე რაც მაინტერესებდა ძირითადად ახლა კითხვები იყო ამასთან დაკავშირებით. მე ჯერ მაინტერესებდა სამყაროს განვითარება და რატო არა გვაქვს ჩვენ კონტაქტი მათთან მართებაში, ხო ესეთი საკითხები. ნუ რაც მან მომიყვა ეს იყო რაღაც ნუ ფანტასტიკის სფერო, დღეს ვიცი რომ ეს სიმართლე აბსოლუტურად, მაგრამ მაშინ ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ რომ ისტორია ამას არ გვასწავლის
საერთოდ დღესაც ბევრმა არაფერი არ იცის, არ იცის 12 განზომილების შესახებ, არ იცის იმის შესახებ რა იყო ეს დიდი აფეთქება და ვინ მოაწყო ის აფეთქება და ვინ შემოგვივარდა მზის სისტემაში და რატო აფეთქეს თავარი დიდი ფაეტონის პლანეტა, რომელიც იყო ყველაზე აყვავებული მზის სისტემაში, რატო მოკვდა სიცოცხლე მარსზე, რატო აღარ არის ვენერაზე და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი დაწვრილებით ინფორმაცია და მოვიდა ეს წამებში, რაც თავარი ეს ასწაულია. ეხლა ვისაც გინახავთ ეს ფანტასტიკური ფილმები, იქ არის ესეთი მომენტი, რომ აი ეხლა უცხო პლანეტაზე შეიძლება წიგნს დახედოს და წამებში იცის მთელი ისტორია. ასეთ სასწაული ხდება. მე ეს ვერ წარმომიდგინა ვერასოდეს, რომ ჩვენ გონებას აქვს ესეთი პოტენციალი. მათთან რატო ასეთი? ანუ ეს განზომილებები არის, სადაც ვერ გავდივარ. შემოკარგო, აბა როგორ, შენ რო ეს შეძლო, შენ უნდა გქონდეს სხვა ვიბრაციული სიხშირე. და ჩვენ რითი ვცხოვრობთ ადამიანთა უმრავლესობა, ბოღმა, შური, წყენა, ბრაზი, სამაგიეროს გადახდა, აგრესია, დეპრესია, ეს ხო ყველაფერი დემონური ენერგიები, ეს ხო ჩვენ გვამიწევს, ეს არ გვამაღლებს, ხო? იმისთვის რომ ჩვენ დაუახლოვდეთ ზედა ენერგიებს, ამისთვის უნდა მოხდეს ამაღლება, რით? სიკეთით და მეტი სიყვარული. ანუ მეტი სიყვარული, მეტი სიკეთეა იმ განზომილებაში და უნდა იყვნენ პრინციპში კეთილები ისინი. ოღონდ არა, აქ აი მან როგორ ახლა პატარა დეტალებია და არ აგვერიოს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მეც ესე ვფიქრობდი თავიდან. ეს ერთ-ერთი კითხვა მეც დავუსვი. ხო და იყო ძალიან საინტერესო მისგან ესე იგი ინფორმაცია, რომ არ არის მარტო ასე ჩვენს დედამიწაზე მოდიან როგორც კარგები, ასევე ცუდები. ცუდები არიან, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი მზის უკან, იქ არის პლანეტა ნიბირუ, სადაც არიან ისინი დაგროვილები და იქიდან ძალიან მაღალი ტექნოლოგიები აქვთ, ძალიან მაღალი, ძალიან განვითარებულები არიან, ოღონდ ბოროტები არიან თავისი თვისებები და აი მათთან შეხვედრას ნამდვილად არ ვირჩევ და მათ აქვს ძირითადად ნაცრისფერი ფერი. ტონალობა. იმიტომ რომ აი ფილმებში, დოკუმენტურ ფილმებში რაც არის, ძირითადად ნაცრისფერები არიან. ძირითადად ეგენი არიან, იმიტომ რომ ეგენი შემოდიან ყველაზე ხშირად, იშვიათად მოდიან ზედა, იმიტომ რომ ესენი არიან მეორე განზომილებაში. მეორე განზომილებას არ უჭირს აქ გადმოსვლა, მეორე მესამე შორის ვარ ჩვენ. მეოთხე მეხუთე განზომილების ნათელსულებს უჭირთ შემოსვლა, თუ ძალიან დაბალი ფერები არიან. კეთილებს აქვს საოცრად. აი მინდა გითხრა, იცი რა, აი ფერის იცო ხამელეონის ვარ თეთრიდან შეიძლება გადავიდნენ ცისფერში, ღია სალათისფერში, ტონალობების სახეზე რაღაცას, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერები. აი სადაც არის ნაცრისფერი ტონი, იქ იყავით ძალიან ფრთხილად. ეს უკვე ის ჯგუფია, რომელიც ჩვენზე უფრო ძლიერია ტექნოლოგიურად, მაგრამ არიან ბოროტის სულის მატარებლები, რომელიც ხშირად იტაცებენ ადამიანებს ექსპერიმენტებისთვის, რომელსაც ისინი დგავენ. მინდა გითხრათ, მაგრამ ჩამოდიან ნათელი ძალებიც, ოღონდ ეს ხდება იშვიათად, იმიტომ რომ მე მქონდა კიდევ სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობა, ვისაც მქონდა ესეთი კონტაქტი, მათ შორის მინდა გითხრა კახეთში, განსაკუთრებით ქიზიყში, დედოფლის წყაროს რაიონი ცნობილია. მე ანეკდოტებიც წამოვიდა. ნუ ანეკდოტებიც ხო წამოვიდა, მაგრამ ვიცნობ პიროვნებებს, რომელსაც მქონდათ აი ესეთი აი შუა მინდორში მიდიოდნენ, უცებ ეს გამოჩნდა ეს თებში, უცხო პლანეტელების ჩაქრა ძრავა, ამათი ასე იგი საათები ყველაფერი გაჩერდა და ძალიან მალე როგორც კი საფრენდა ეს ყველაფერი ჩაერთო, ხო? და ასეთი მოვლენები უამრავია. ამიტომ შემოკარგებო, მოდით ეს ძალიან ბევრი ადამიანი რო უგზო-უკლოთ იკარგება. თქვათ, ყოფილა შემთხვევაში ფრინავით დაკარგულა, ხო? აი რაღაცა აი შეიძლება რომ მივაახლოვოთ. ეს უკვე შემოკარგო არის პორტალების ამბავი. ანუ პორტალი რა არის? ეს არის გარკვეული წერტილები, ხო? არის ძალის წერტილი, პოზიტიური ენერგიის, რომელიც დედამიწაზე ყველგან არის, თითქმის ყველა ქვეყანაში. და არის უარყოფითი ენერგიის ადგილები, ხო? მაგალითად, ჭაობები, სადაც არის უარყოფითი ენერგია. ვირაბები, გამოქვაბულები, მაქსიმალური სიფრთხილე აქვს საჭირო, ხო? იგივე ბერმუდის სამკუთხედი. რატოა სახიფათო? იმიტომ რომ ბერმუდის სამკუთხედი არის ის ტერიტორია, სადაც ადრე იყო ატლანტიდა, უზარმაზარი ცივილიზაცია, რომელიც ჩაიძირა და დაისაჯა თავისი არასწორი მოქმედებებისთვის, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი პორტალი, რომლითაც ისინი გადიოდნენ სხვა სამყაროებთან ურთიერთობაში. ხა ადამიანს ცოტა უჭირს ალბათ ამის გაგება, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალური მოგზაურობა გვაქვს თვითმფრინავით, ხო? ყველა სტრაფი მეტნაკლებად. მაგრამ იმათ პორტალების მეშვე იმათ არ ჰქონდათ, არ მანქანები და ეს არ ჭირდებოდათ. იყო პორტალები, სადაც იყო განსაკუთრებული ადგილები, და იმ პორტალებიდან ხდებოდა პირდაპირ ტრანსლოკაცია სხვადასხვა სისტემებში, სხვადასხვა პლანეტებზე,
სხვა განზომილებებში ეს მათთვის პრობლემა არ იყო. მე ეს ადამიანმა დაკარგა. და აქედან გამომდინარე, მოდი ეს ვთქვათ, მოგზაურობა იყო პორტალების მეშვეობით. აი ჩვენთან ესეთი ერთ-ერთი პორტალი არის ხვამლის მთა. ბევრი დღესაც ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ხედავთ ქვებს. მეც ვერ რაღაც ნაწერებს ნახატებს, ხო? მზის სისტემა მე რა. და აი პორტალი არ ვიცით, იგივე სფინქსის ფიგურა ეგვიპტეში ეს პორტალია. ასეთი წმინდა ადგილები, სასწაულო ძლიერი ენერგია, ეს ყოველთვის პორტალი, მაგრამ არის ბნელი ადგილები. აი ბერმუდის სწორედ ეს სამკუთხედი არის ძალიან ნეგატიური ენერგიის ზონა და ამიტომ იქ ხდება ძალიან ბევრი ანომალია. მით უმეტეს როცა დედამიწის გეომანტია იშლება. გაუგებარი და აი ამ დროს იწრება გემი, ხრება და უშუალოდ თვითმფრინავი და ასე შემდგომ. და არის ადამიანთა გაქრობა, ხო? ეხლა მაგათ იტალიაში ცნობილი ისტორია იყო, როცა კაცი გაქრა დღისით მზისით და დაახლოებით არ იყო 1.50 წელი. მერე დაბრუნდა უცებ იმ ადგილასვე და მოუყვა, სად იყო, რა ხდება, სად წავიდა, სულ სხვა სამყაროში მოხვდა, სულ სხვა ცოცხალ არსებებთან მოხვდა, მოყვა მათი სისტემები, რამდენად განვითარებულები იყვნენ და შემდგომ და მერე ასეთვე პორტალით მოხვდა თავის სამყაროში. ხო, და ნუ კარგი არა ცოტა კეთილ ადამიანებთან. რისი თქმა მინდა, ჩემო კარგებო. თუ ქვიათ, არ ვიცი. ხო, არა, არის ეს მომენტი, რომ შეიძლება მოხდე დადებითთან არსებები ვთქვათ, მოდე. არსებები. იმიტომ ჩვენ ვართ ჰუმანოიდები, ნუ ემაძე უფრო არსებები ვთქვათ, ხო? და ამიტომ არიან კარგები, არიან ცუდები, ამიტომ ჩემო კარგებო, თუ თქვენ რაღაცა ამდაგვარს დაენახავთ, ეგრევე ნუ გარბიხართ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ინტერესი აქვს და ყველას უნდა ახლო მივიდეს რაღაცა დაინახოს. თუ ის არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი, არ გირჩევთ მათთან კონტაქტს. მაგრამ თუ ის არის დადებითი აუცილებლად შემოვა თქვენთან. თავარია ალბათ არ გავაბრაზოთ. არა, გაბრაზებაზე ლაპარაკი. ის არ გაღიზიანდეს და არ გაბრაზოთ. ეგ თავისთავად თქვენ ახლა ეგ თუ იარაღი გაქვს და მოედომებთ გასროლა, ისე ინანებთ. საშვილიშვილოდ ინანებთ, იმიტომ რომ ის ტყვია შეიძლება უკან დაგებრუნდეთ. ამიტომ მე ისე თქვა მინდა რომ უცხო პლანეტელები არსებობენ, ჩემო კარგებო, ჩვენს გარდა არის უამრავი სამყაროები, ჩვენ უბრალოდ ვერ ხედავთ მათ მხოლოდ იმიტომ, რომ განზომილებებს შორის არის განსხვავება. მაგრამ ნელ-ნელა იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობაც გამიჯდეს. ჩვენი სამყარო არის ყველაზე კარგი და ღვთისწყალობა აქვს ჩვენ სამყაროს და სიკეთე იყვეს და სიხარული იყვეს და ყველაფერი აუცილებლად სიყვარული გველოს ამ ცხოვრებაში.